მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია პროექტი მერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარეშვილი დღეს გთავაზობ სტუმრად ქეთი ხუციშვილს. მოგესალმებით ირაკლი და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა მოწვევისთვის. საზოგადოებას მინდა აღხსნა, რომ ქეთი გახლავთ საზოგადოებრივი ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ეს გახლავთ ყოფილი ფონდი ღია საზოგადოება და ჩვენ ძალიან საინტერესო თემა გვინდა რომ გავარჩიოთ სამოქალაქო საზოგადოების ბედი აი ამ მიმდინარე მოვლენებში. ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება, ანუ აი აქამდე კერძოდ რა პროექტებით, რა გრანტებით, რა წვლილი მიუძღვის ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში და ზოგადად ქართული სახელმწიფოს ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში საზოგადოებას. ანუ ერთგვარად ჩემი ამბიცია არის, ან სურვილი ყოველ შემთხვევაში, რომ აი ეს რაღაცა საზოგადოებაში გავრცელებული მითების თქვა გაფანტვაში რაღაცა პატარა წვლილი შევიტანო და აი ამ ჩვენი დიალოგით რაღაცეები უფრო დამიწებულად გავაგებინოთ ამ ხალხს. და მოდი დავიწყოთ ზოგადი კითხვით. როგორი არის ამერიკის შეერთებული შტატების როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში? საერთოდ ხო? წლებიდან ფაქტიურად. საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეხლა მე უნდა ვთქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ეხლა უკვე ყველას უკეთ ესმის და არასამთავრობო რა არის. მე მგონი საზოგადოებასაც უკვე ესმის, მაგრამ ნაკლებად ვიცოდით ეს ყველაფერი 90-იან წლებში. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად საქართველოში მე-19 საუკუნიდან დაწყებული იყო სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა. ფაქტიურად პირველი არასამთავრობო შეგვიძლია ვთქვა, სწორედ ილია ჭავჭავაძის შექმნილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო. ამავე დროს შეიქმნა ბევრი სხვა საზოგადოება. ანუ ეს იყო ბუნებრივი პროცესი საქართველოსთვის. შემდგომში სხვა ერთხელ ვუყურებდით 18-დან 21 წლამდე. იგი რადგანაც მართლა ეს რაღაცნაირად გამჯდარი იყო საზოგადოებაში, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი მცირე ორგანიზაცია შეიქმნა. ყველა ტიპის ინტერესთა ჯგუფები, ასოციაციები, იქნებოდა ეს მშრომელთა რაღაც ასოციაციები თუ მკერავ ქალთა თუ სხვა და ძალიან და სწორედ ეს თავისუფლების წლებში პირდაპირ ძალიან იხარა. რა თქმა უნდა მე 21 წლის შემდეგ და ოკუპაციის შემდეგ მიზანმიმართულადაც ხდებოდა მათი განადგურება, მიზანმიმართულად ხდებოდა ბევრი მათგანის დაჭერა და ნუ საერთოდ ეგ სივრცე მოისპო. ისე რომ თქვა 90-იანში მე მახსოვს კარგად, სამწუხაროდ ბევრი რამე მახსოვს უკვე ჩვენი უახლესი ისტორიიდან. აიგონება და მეს მახსოვს. ხო და ძალიან ბუნებრივად დაიწყო პარტიებმა შექმნა პოლიტიკურად. მე მახსოვს ყოველ მიტინგზე მივიდოდით და აცხადებდნენ ახალ პარტიას, ეროვნული დამოუკიდებლობის, ეროვნული თავისუფლების ასეც. და არასამთავრობო სექტორი ესე სწრაფად არ წარმოშობილა. თუმცა ხო როგორც ვამბობ, პრინციპში იყო ბუნებრივად, ასე ვთქვათ, გამჯდარი ქართულ საზოგადოებაში. ეს მეტნაკლებად მოხდა სწორედ დონორების დახმარებით. ეხლა მე თვითონ სხვა ერთ-ერთი პირველი ოფისი NDI-ის ამერიკელ მეგობრებთან ერთად გავხსენით. რა თქმა უნდა USAID-ის მხარდაჭერით, ფინანსურით და მაშინ მახსოვს რომ ჩვენ ვცდილობთ, უკვე იყო რამდენიმე პატარა ორგანიზაცია, ესეთი ინტელექტუალური უფრო აგიანოდია, ეს იყო კვლევითი ცენტრი, იყო კიდევ რამდენიმე, მაგრამ ძალიან მცირეოდენობა. და ჩვენ მაგალითად ვცადეთ რომ არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია NDI-დან რაღაცნაირად შეგვექმნა, მაგრამ უფრო ფასილიტირება გავაკეთეთ, ეს ხელოვნურად კი არ შევქმნით, ფასილიტირება გავაკეთეთ ამისი და იმ დროს არსებული აი ამ მცირე ჯგუფებიდან ხალხი დაუპატიჟეთ საბჭოში. აი ეს არის ძალიან საინტერესო, ეხლავე უნდა მე მგონი ხაზი გაუსვა, რომ როდესაც მოდის ამერიკული დახმარება განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებაზე, განვითარებაზე, ეკონომიკაზე, ეს არ არის არავითარი დიქტატი. ეს არის სწორედ ადგილობრივი სიტუაციის ნახვა, ადგილობრივი იმ მომენტისთვის მნიშვნელოვანი ფიგურების ჩართვა, ანუ იმათი ვისაც ესმით, რა არის საჭიროება ამ სფეროში. და აი ასე მიდის ხოლმე პროცესი. ეს ორგანიზაცია, რომელიც მაშინ შევქმნით, რომელიც ეხლა არის სრულად დამოუკიდებელი, ძლიერი, სამართლიანი არჩევნების საზოგადოება, ხო? დიახ. რა უხსნათ მაყურებლებს, აი ეს გადაცემაც ეძღვნება მაყურებლებისთვის რაღაცა ელემენტარული ჭეშმარიტებების
ახსნას. გრანტი, ტრანში, სესხი. ამ სამცნებას შორის სხვაობა და ამერიკული დახმარებიდან რა იყო გრანტი, რა იყო ტრანში, ხო. ეხლა ზუსტად რიცხობრივად რა თქმა უნდა არ მახსოვს. ნუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს პირველი არასამთავრობო ერთ-ერთი პირველი იყო სხვა შეიძლება ახალგაზრდა იურისტთა საზოგადოება. და მათ დაეხმარა, ესე იგი, ერთი მხრივ USAID-ის, მაშინ ჯერ კიდევ პატარა ოფისი იყო პირველ წლებში და მე დაეხმარა ასევე ჩვენი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს. ისინიც იყვნენ აბსოლუტურად თვითონ მომართულები, მოტივირებულები და ჰქონდათ იდეები. ხოჭის დათო იყო უსუფაშვილი პირველი თავმჯდომარე. ძალიან ახალგაზრდა მაშინ. ხოდა დიდი განსხვავებაა რა თქმა უნდა, მით უმეტეს გრანტსა და სესხს შორის, ხო, ტრანში ხა ჩვენ ტრანს ვეძახით ხოლმე ყოველ გადარიცხვას. ამიტომ მაგას საგანგებოდ არ მივაქცევ ყურადღებას. გრანტი ეს არის ნაჩუქარი ფული. მაგრამ გრანტში გარკვეული პირობები, ოღონდ რა ტიპის პირობებია ჩადებული, რომ ნაჩუქარი ფული საზოგადოებრივი სიკეთისთვის უნდა გამოიყენო. ნაჩუქარი ფული არ უნდა გამოიყენო ეს გრანტი თავად. არ უნდა გამოიყენო შენი პირადი გამდიდრებისთვის, რაღაცა ჯგუფის მოგებისთვის. ამიტომ მაგალითად ისეთი შემთხვევა როა დღემდე გვაქვს ეს პრინციპი და სხვა გზა არა გვაქვს, როდესაც თქვათ ჩვენი დაფინანსებით წიგნს გამოსცემს ვინმე. ის რაოდენობა წიგნებისა, რომელიც თქვა გრანტის მეშვეობით დაიბეჭდა, უნდა უფასოდ დარიგდეს. შემდგომში თუ კი ავტორს უნდა რომ გააყიდოს, უნდა მოგომართოს ხელახლა, შევთანხმდეთ რომ ახალ გამოცემას გააკეთებს და გაყიდეს. ეს უკვე მისი ნება, მისი ინტელექტუალური საკუთრებაა და ასე შემდეგ, მაგრამ ის თავარი პრინციპი რომ ეს უნდა იყოს საზოგადოებრივი სიკეთისთვის, იქნება ეს განათლება, ინფორმირება, აქტივიზმი თუ სხვა რამ, ის არის ერთ-ერთი აუცილებელი პრინციპი. და ამ პრინციპს, რა თქმა უნდა, ამერიკული დაფინანსება ძალიან თანმიმდევრულად ატარებდა. ახლა როგორც ვამბობ, სხვა შორის პირველად როგორ შევხვდი, მე შემიძლია გავიხსენო, თვითონ ამერიკელებს უყვართ ხოლმე ხო რაღაც პირადი ემოციის გახსენება და 94 წელი იყო და პირველად მომიწია უცხოელებთან მუშაობა მთარგმნელად. ჯერ კარგი ინგლისურიც არ ვიცოდი, ახლა შემიძლია გამოვთხრე. ხო და ეს იყო 94 წელი, ახალი დამთავრებული ომი, უმძიმესი სიტუაცია და USAID-ის დაფინანსებით, რომელსაც არც კი ქონდა ჯერ ეს ლოკალური ოფისი გახსნილი, ჩამოვიდნენ ვაქცინების ჩამოსატანად. რატომ ვაქცინები? ჯერ ისე აღმოჩნდა, რომ აი ამ ომის პერიოდში საერთოდ მთელი სისტემები მოგვეშალა, აი ეს ვაქცინაციის, რომელიც კი იყო საბჭოთა კავშირში მეტნაკლებად აწყობილი სისტემა და ეს მოიშალა და აფეთქდა უცებ დიფტერია. მახსოვს. აი ეს დიფტერიის აფეთქება იყო და პირველივე რაც გააკეთა USAID. მე მაშინ სხვა თანამშრომლები ზოგი ვინც ჩამოდიოდა და ვისაც მე ვეხმარებოდი, ზოგი ევროპელი იყო, ზოგი ამერიკელი იყო და პირდაპირ შემოიტანეს ეს ვაქცინები პირველ რიგში, მარტო დიფტერია არ იყო, DPT, ტეტანუსიც იყო და ესეც. და დაიწყეს დარიგება. მე მაშინ შემთხვევით საინტერესო იყო, იმიტომ რომ ცივი ჯაჭვი იყო ასაწყობი მთელ საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა როგორც ცივი შემოდიოდა, ასევე უნდა გასულიყო. ანუ იქ პატარა ყუთებიც ჰქონდა ამის გადასატანად, შემდეგ დიდი მაცივრები ხდებოდა, ზოგადად არ ხდებოდა შუქი, იყო დიდი მაცივრები, საბჭოთა კავშირიდან მორჩენილი, მაგრამ არ ხდებოდა შუქი. და მე კიდე ამ შუქის რეგულირებაზე ვცდილობდით მუშაობას, მაგრამ ის აფეთქება ისევ და ისევ USAID-ის დახმარებით ჩაცხრა და იქვე მოყვა უკვე სხვა ვაქცინები. ეს იყო ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელსაც მე პირადად შევხვდი და ნუ იყო სასიცოცხლო აუცილებლობის. ეხლა რა არის საინტერესო, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული თეორიები, ხო, განვითარების და როდესაც იგივე USAID შედის, ჩემ ფონზე მე ალბათ ცალკე ვილაპარაკებთ, ხო, არ მინდა ყველაფერს ერთად. როდესაც USAID შედის, ნუ ყოველ შემთხვევაში წლების მანძილზე იყო ეს თეორია, რომ ჯერ როცა შედიხარ გაჭირვებულ ქვეყანაში, მით უმეტეს ომის შემდგომ ქვეყანაში, ხო? პირველი ეტაპი ეს არის ჰუმანიტარული დახმარება და აი სამედიცინო დახმარება და ესეც იყო პირველი ეტაპი, ეს იყო
დახმარება პირდაპირ ბავშვებს ესე იგი თან UNICEF-თან თანამშრომლობაც იყო და მართლმშიერი ბავშვებისთვის მიქონდათ საჭმელი ეს იყო დახმარება უშუალოდ ყველაზე საჭირო სამედიცინო სერვისებზე და ასე ვითარდებოდა. ეხლა მე მახსოვს უკვე 2000-იან წლებში თუ არ ვცდები დაიწყო ტუბერკულოზის პროგრამა, იმიტომ რომ მე იყო ტუბერკულოზის ძალიან სერიოზული პრობლემა. და მახსოვს მე ჩემი ამხანაგი მუშაობდა და მიყვებოდა როგორ ერთი მხრივ გარეთ როგორ ხდებოდა ამ ტუბერკულოზის რეგულირება რო არ გავრცელებულიყო და მე როგორ ხდებოდა ციხეებში და ეს ციხეებში რო დადიოდა ნახა გარკვეული შთაბეჭდილებები ჰქონდა და ეს ცოცხლად მიყვებოდა. ასეთი პროგრამა იყო ძალიან ბევრი. და მაგრამ რაღაცა მომენტიდან უკვე გადასვლა დაიწყეს უფრო ესეთი განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამაზე. თან ყველა ტიპის ეკონომიკური განვითარების, თქვათ, საერთოდ საფინანსო სისტემებში ჩართვის და ასე შემდეგ სრულიად განსხვავებული პროგრამები და პროექტები იყო, რა თქმა უნდა. აი ჩვენ საზოგადოებას რომელსაც აი ეს დემოკრატიული იდეალიზმი შეიძლება კარგად არ ესმის. დღემდე არ ესმის. მე მგონი უკვე ესმის. ხოზე კუჭაში რომ გავდივარ. ისაც ესმის, ის საზოგადოება მობილიზებულია თავის უფლებების დასაცავად, მაგრამ არის მაინც რაღაცა საზოგადოების ნაწილში ეს პრობლემა. გაუგებარია რატომ მეხმარე. აჰა. რატომ მეხმარე. აი მე მქონია ესეთი დისკუსიები რომ ეს მქონია ეს სოროს რაღაცა უნდა და იდეების მოპარვა უნდა და ხო არ ვიცი ხა იდეების მოპარვა რამას მეუბნებოდი ბილიცა რომ აი აკავლენები მოიპოვოს საზოგადოების დობა მოიპოვოს არა ეგ არ დაიჯერო ანუ გამომდინარე ალბათ საბჭოთა პრაქტიკიდან რომელიც რა თქმა უნდა არაფერს სასიკეთოს არ აკეთებს თუ 100-ჯერ მეტი არ მიიღო და ეს ჭეშმარიტება ცხოვრებისეული ჭეშმარიტება საზოგადოებამ რო იცის თავის თავზე უბრალოდ ამ გადასახედიდან წარმოუდგენელია რას ნიშნავს რა ვიცი დემოკრატიული იდეალიზმი ან დემოკრატიული მშვიდობა და უშუალოდ აი მშვიდობის ინვესტიცია სახელმწიფოში რომ იგივე სახელმწიფო განიარაღდეს შუა საუკუნეობრივი ცივილურისგან. აი ეს კარგია რომ ახსენეთ ეს იდეალიზმი, იმიტომ რომ პრინციპში ამერიკაში მუდმივად არის ეს ორი ცოტა არ იყოს დაპირისპირებული პოზიცია. ერთი აი როგორც ამბობენ უილსონის იდეალიზმი და მეორე იზოლაციონიზმი. და ის საინტერესოა, იმიტომ არის რომ ამერიკული დახმარების პროგრამები ყველაზე უფრო განვითარებული და აწყობილი, რა თქმა უნდა, ევროკავშირმაც ძალიან ბევრი ბოლო წლებში, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი. აი ეს უილსონის იდეალიზმი, რომელიც მოგეხსენებათ პირველი მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო და პირველ მსოფლიო ომს მოესწრო. სწორედ თავდებოდა მსოფლიო ომი წარადგინა თავისი უფრო დოქტრინას კი არ ეძახია, რაღაც პრინციპები, ეს ცნობილი 14 პრინციპი. და აი სწორედ ამ პრინციპებში იყო ის რომ მშვიდობის უზრუნველყოფა და დემოკრატიის უზრუნველყოფა ამერიკის გარეთ ეს არის მნიშვნელოვანი ამერიკისთვისაც და მთელი მსოფლიოსთვის. ხა მათ ნახეს პირველი მსოფლიო ომი, რომელიც საოცრად დამანგრეველი იყო. ჩვენ უფრო მეორეზე ვლაპარაკობთ, მაგრამ პირველი იყო რაოდენობრივადაც რაღაც წარმოუდგენელი ტრაგიკული შედეგები ჰქონდა. და ის სწორედ მანდ იყო, სადაც უილსონმა წარადგინა ეს თავისი ხედვა, ну რა თქმა უნდა სხვა თეორეტიკოსები გარშემო ყავდა, მაგრამ მისი სახელით არის ცნობილი, რომ თავად ამერიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მსოფლიოში მშვიდობა აიცილოს შემდგომი ეს საოცარი ომები და ასევე უზრუნველყოს დემოკრატია, იმიტომ რომ უკეთესი პრინციპი ქვეყნების განვითარებისა არ არსებობს. ხოჭი ძალიან სხვა ბევრი საინტერესო მომენტის ჰქონდა თვითგამორკვევა ერების და ამავე დროს ერთი ქვეყნის მიერ მეორესადმე აგრესიის არ დაშვება. და ამიტომ ეს ძირითადი პრინციპები მაშინვე ჩამოყალიბდა. მაგრამ ამის პარალელურად არსებობდა ხოლმე აი ეს იზოლაციონიზმის ტენდენციას. და ფაქტორის საინტერესო რა არის, რომ ერთა ლიგა ხო ფაქტობრივად უილსონის იდეით და ინიციატივით შეიქმნა. ძალიან მალე ამერიკა გამოვიდა ერთა ლიგიდან.
იმიტომ რომ კონგრესი აღმოჩნდა იმ პერიოდში იზოლაციონისტური. ისე რომ ეს ორი ტენდენცია ყოველთვის არსებობს ამერიკაში. ძირითადად ძლავრობს ხოლმე ეს იდეალიზმი, სრული იდეალიზმი არ არის, რა თქმა უნდა. გარკვეული რეალიზმი და პრაქტიკული მიდგომაც აქვს და ალბათ ამაზეც ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ რეალურად ეს რბილი ძალაც არის ამერიკის. რბილი ძალა, იმიტომ რომ ის შემოდის, გეხმარება იმაში რომ გახდე უფრო თავისუფალი, დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული, ხო? მას აწყობს რომ ესეთი ქვეყანა იყოს, მე ასე იყო ყოველ შემთხვევაში. მე 20 საუკუნის დასასრულს და მე 21 საუკუნის დასაწყისში, ხო. და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, მისი რბილი ძალა, ესეთი გავლენა ზოგადი ფართოვდება და ეს არ არის ცუდი. დიახ, ასე არის ლიდერის ლეგიტიმურობის კონსტრუქციას, რომ მე იმიტომ გაღიარებ შენ ლიდერად და იმიტომ არის ყველა მოგებული ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით, რომ ის გვიზიარებს. ხო. და რომ გვიზიარებს. და არ გართმევს ტერიტორიას განსხვავებით რუსეთისგან, არ გიხოცავს ხალხს, გვიზიარებს ტექნოლოგიებს, გვიზიარებს ცოდნას, გვიზიარებს ფულს, რესურსებს და აქედან გამომდინარე ასეთი ლიდერი ჩვენ გვაწყობს. ანუ მთელი კონსტრუქცია აი ასე მუშაობს. შენ თუ კი ანუ სამართლებრივი დემოკრატიის ენით უკვე მეტყველებ, შენ უკვე მეტყველებ მისთვის გასაგები ენით და აქედან გამომდინარე განიარაღებული ხარ ისეთი იდეებისგან, რომ მოდი წავართვას მეზობლას. რა ვიცი, ტერიტორიას წავართვას. ეს ხო ახლა. ხო, გადახრები ხდება ხოლმე თვითონ ამერიკასაც ევროპაში ომი აღარ აქვს ხოლმე ეს ცხადია, ეს ცხადია. ეხლა თვითონ ევროკავშირის ჩამოყალიბებასაც გაძლიერებასაც და ეკონომიკურ სიმტკიცეს, რა თქმა უნდა, ამერიკამ სერიოზულად ხელი შეწყო. მე დაგვაიწყება, რომ უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ჯერთი ახალი საერთაშორისო სტრუქტურები შეიქმნა, იგივე გაერო, დაიწერა ადამიანის უფლებათა კონვენციები და შემდეგ იყო კიდე ძალიან დიდი დახმარება, რომელიც ამერიკამ გასცია მარშალის გეგმის სახით, ხო? ეს იყო სწორედ ევროპის დახმარება, ძალიან მიზანმიმართული დახმარება როგორც საფრანგეთის, ასევე გერმანიის, ასევე სხვა ქვეყნების, ანუ დამარცხებულისაც და მეტნაკლებად გამორჩებულისაც და ინგლისისაც, რა თქმა უნდა. ხო და ეს რეალურად ახლა აქედან რო უყურებთ, პრინციპში ამ დიდმა ტრაგიკულმა მსოფლიო ომებმა გამოიღო ეს შედეგი, როდესაც იგივე ამერიკა და იგივე სხვა ქვეყნები ხვდებიან, რომ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, როგორც რაღაც მოქალაქეთა ერთობისთვის, სწორედ გარშემო არსებული ქვეყნების უკეთყოფნა იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალიან დიდი შეტაკებები. ხა გაეროს ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ მომავალში საერთოდ ომები აეცილებინა, რა თქმა უნდა, ახლა ასე ვერ ამართლებს ხოლმე ეს იდეალიზმი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ აქაც ამერიკის ლიდერობა იმ ხრივ, რომ არა თუ ხელი არ შეუშალა ევროკავშირის ეს სტრუქტურად შემოყალიბებას, არამედ ხელი შეუწყო. ეხლა ამ ფილოსოფიურ ნაწილის ერთგვარ კრიზისზე ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით დისკუსიის ბოლოს, იმიტომ რომ ახლა მიმდინარე პრობლემასაც უნდა შევეხოთ. მაგრამ მოდი ჩვენი დისკუსია თანმიმდევრულად გავაგრძელოთ, ანუ იმ დახმარებების პაკეტებით და იმ პროექტებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შექმნებისთვის გასცია ამერიკის შეერთებულ შტატებმა. ანუ ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს. მისი პროექტები, მისი წვლილი და აი დაახლოებით ეს რა დახმარება იყო, ძირითადად მიზნები, ამოცანები რა იყო და დაახლოებით რა მასშტაბზეა დახმარება ისო. ეხლა იცით რა, ჩვენი დახმარება, რა თქმა უნდა, USAID-ის და სხვა იგივე ევროკავშირის დახმარებასთან შედარებაც შეუძლებელია. ჩვენ ეს ამერიკის დახმარებას არც ვეძახით, იმიტომ რომ ეს იყო კერძო ფონდი, არა, ესე იგი თვითონ ჯორჯ სოროსის შექმნილი, რომელიც ქმნიდა ფონდებს არსებდა სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა ვახსენო ისიც, რომ სწორედ ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, სწორედ ადგილობრივი თქვათ ინტელექტუალების განსაკუთრებით თავიდან ესე მოწვევით და ამა თუ იმ თემის შერჩევით ადგილობრივი საჭიროებიდან გამომდინარე. ხა ჩვენ ხო გეუბნებით სხვა ამ დიდ დონორებთან შედარებით პრინციპში მცირე ბიუჯეტი გვაქვს, ბევრს კი გვაბრალებენ, მაგრამ მცირე ბიუჯეტი არა თუ ბევრს გაბრალებენ. ყველაფერს გვაბრალებენ. თქვენ ახლა გამოგიწვიეთ მასონური ლოჟიდან და ხო, ისიც არიციან, რომ ქალები მასონურ ლოჟებში არ არიან საერთოდ. თქვენ კი იცით.
ხო და დაახლოებით იყო ხოლმე აი 4 მილიონამდე, ხან ცოტა მეტი, ხან ცოტა ნაკლები, ჩვენი წლიური ბიუჯეტი. იყო მომენტები, როცა იზრდებოდა თქვა დამატებითი რაღაცა დიდი პროექტები თუ გვემატებოდა და ეხლა რომ დავთვალეთ უკვე 30 წელია, სხვა წელს 30 წელია უკვე 100 მეტი მილიონი დაიხარჯა. რამხელა მილიონი დაიხარჯა, მაგრამ წარმოიდგინეთ USAID წელიწადში საქართველოში ხარჯავდა 80-დან 100 მილიონამდე. სულ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების მასშტაბი. აი თუ შეგიძლიათ ზოგადად რო შეაფასოთ, ეს რა პროექტებში ჩაიღვარა, ანუ ამერიკის შეერთებული შტატებმა დაგვეხმარა თავდასხმის უნარიანობის გაცლიერებაში. იქ რაღაცა დაფინანსების კონკრეტული ალბათ პროექტები და შეიძლება ციფრები საჯარო რესურს არ გახდეს. არის სხვათა შორის. არის. თუმცა ეხლა საოცრება ხდება. USAID-ის ვებსაიტი შეიძლება სადაც კიდევაც გადაცემის წინ შემოწმა ვებსაიტი გააუქმეს. იმას ვერ იპოვი, მაგრამ რაღაცების ნახვა მაინც შეიძლება. ახლა როგორ უნდა გავყოთ ეს ამერიკის დახმარება მოდიოდა რამდენიმე წყაროდან საქართველოს. ჩვენ უშუალოდ აი ამ კერძო ფონდი, რომელიც სხვა უნდა აღნიშნო, როგორც ადგილობრივი ისე იყო და არსებული უბრალოდ მტკიცდებოდა ხოლმე იქიდან ადრე დირექტორი და საბჭო. ეხლა რაც შეეხება თვითონ USAID-ის, ნუ მე მზათავარ რა თქმა უნდა ჩემ ფონდზე მეტი ვილაპარაკო, უბრალოდ რახან ეს ძალიან მწვავე თემაა მომენტში. გადავდივარ ძალაუნებურად. USAID იყო ერთ-ერთი მთავარი წყარო, გარდა ამისა ეს იყო სახელმწიფო დეპარტამენტიდან პირდაპირ წამოსული თანხა და გარდა ამისა იყო კიდე თქვათ აი დემოკრატიის განვითარების მიზნით შექმნილი სხვა ორგანიზაციები, მაგალითად ნედი, დემოკრატიის ეროვნული ტრასტი, ინდოუმენტ დამავიწყდა სიტყვა ქართულად, ნედი ქვია ხოლმე. ხო და ეს თანხა კიდე ცალკე მოდიოდა. ამიტომ არის ხანდახან თლიანად დაცვა ცოტა ძნელია, მით უმეტეს თითოეული მათგანი რამდენიმე წლიან პროექტებს გასცემს. ნედი მაგალითად პირდაპირ ეხმარებოდა აქ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს. საინტერესოა, რომ თუ USAID შეიქმნა კენედის დროს 61 თუ 62 წელს. მაგრამ დიდი მხარდაჭერით ასევე რესპუბლიკელებისგან და ნედი ასევე ILO და კიდე რამდენიმე დიდი ორგანიზაცია შეიქმნა რეიგანის დროს. ანუ სინამდვილეში ძირითადად ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა ყველა ამ დიდ პროექტს. ნუ იყო პერიოდი, როცა მეც შემიმჩნევია, რომ თქო რესპუბლიკელებს ნაკლებად უნდათ USAID-ის კიდე უფრო გაძლიერება და უნდათ სხვა პროექტები. სხვა შეიძლება მაგის ანარეკლი იყო ის, რომ აქ დაიწყო მილენიუმის პროგრამა, თუ გახსოვთ. კი, მილენიუმის პროგრამაც კიდე ცალკე წყარო იყო. და ისიც საკმაოდ ის ისეთი არ იყო როგორც USAID-ის, მაგრამ რაღაცა 4 მილიონი იყო, მე მგონი, წელიწადზე. საკმაოდ მოცულობითი და რაღაც კონკრეტული მიზნები ჰქონდა. სხვა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი ომის შემდეგ დაიწყო 2008 წელს და იქ გზებიც ჩაიდო, აბილიტაცია რაღაცა და ეს კომპაქტიდია. ორჯერ გაკეთდა ზუსტად, ხო? და პირველ ძერზე იყო უფრო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ორიენტირებული და მეორე სხვა შეიძლება განათლებას. მიშა სააკაშვილის მთავრობის დროსაც იყო და ამათი მთავრობის დროსაც. მაშინ ყველაფერზე მადლობას ამბობდა ხოლმე ოცნების მთავრობა. ეხლა აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ყველაფერი არ მოსწონდათ. ხო და მე ისე თქმა მინდა, რომ ეს იგი წყარო იყო რამდენიმე, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი უშუალოდ ამერიკული დახმარების იყო, როგორც ვქვით. პარალელურად კიდე აი სტეიდეპის პროგრამებიდან იყო ტრენინგის და ეკიპირების პროგრამა, იყო ასევე პირდაპირ საბიუჯეტო დახმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ომი წავაგეთ რუსეთთან, სხვა შეიძლება მე მგონი უკვე აღსანიშნია, იმიტომ რომ ჩვენ ხან გლობალურ ომის პარტიას გვიხსენებ ახლა და ჩვენ ომი რუსეთმა დაგვიწყო და სამწუხაროდ ამ ომში დავმარცხდით. აი ზუსტად 8 წელსშივე ამერიკამ კიდე უფრო გაზარდა დახმარება. იმიტომ არის ხანდახან რთული დაცვა, იმიტომ რომ გაიზარდა მილიარდი დაახლოებით დაამატეს თავის დახმარებას და აქ შემოვიდა USAID-ის გაზრდილი თანხაც, აქ შემოვიდა კიდე სხვა პროექტები, პირდაპირ რაღაცა ინფრასტრუქტურული პროექტი, სახელმწიფო დეპარტამენტის 4 მილიარდი ნახევარი. ხო, მაშინ ხო ძალიან დიდი ის მოხდა შეთანხმება დასავლურ სამყაროში, რომ და მე მახსოვს კიდევ ვფიქრობდი, ახლა ჩვენ აგებული ქონდა ომი
ომთან, ამ ხელა აგრესორთან, ხო და ერთ წელიწადში ასე არც იგრძნობოდა. ნუ ეკონომიკურად არ იგრძნობა. გასაგებია რატომ ძალიან დიდი თანხა დაეხლა. დაახლოებით 5 მილიონი. კი, ხა ჩვენ მაშინაც ქონდა კრიტიკული შენიშვნები, როგორც არასამთავრობოები მონიტორინგს ვაკეთებდით და თქვათ რაღაც ამოდის რომ ამ სახლებზე ამდენი არ უნდა დახარჯულიყო, ან რაღაცა გადასარევად არ გაკეთებულა, უკეთ შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან სერიოზული შედეგი ქონდა. განთავსება მოხდა დევნილების და გარდა ამისა დანგრეული გზები და ბევრი რამ აღდგა. ეს ყველაფერი იყო პირველ რიგში ამერიკის დახმარებით პლუს ევროპის. ხო და USAID-ის ქონდა ძალიან ბევრი მიმართულება მთელი ეს წლები. ხანდახა ძნელიც არის ჩამოთვლა. ეხლა რომ ჩავხედე, მარტო ბოლოს 20-მდე პროგრამა იყო. ესე იგი, როდესაც თქვათ ჩვენი ყოფილი გრანტიორი ირაკლი კამბახიძე ამბობს ხოლმე რომ რასაკეთებდა და მას უწევდა არასდროს არ მახსენებ მაგას, მაგრამ დროა მე მგონი. ხო, USAID ძალიან ბოლო წლებში, ესე იგი რაშიდებდა ფულს, როგორც ვთქვი, თავიდან მეტი იყო ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება და ბოლო წლებში ეს იყო ძალიან სერიოზული პროექტები სოფლის მეურნეობაში. და ფაქტიურად აღორძინება მოხდა ძალიან ბევრი ენდემური ადგილობრივი რაღაც სხვადასხვა ტიპის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა დახმარება უშუალოდ ფერმერებს და ასე შემდეგ. დიდი პროგრამები იყო ასევე ჯანდაცვის ორგანიზებაშიც, რა თქმა უნდა, განათლებაში. იმიტომ რომ USAID-ის დახმარებით ახლა მთელ წლებს რო გადავხედოთ, ჩვენთან გავითარდა სხვადასხვა სამაგისტრო, ბაკალავრიატის და სხვა პროგრამები, საუნივერსიტეტო დახმარება, ადრეული დაწყებითი განათლების დახმარებაც კი და მე უკვე მცირე ამ ყველაფრის მცირე რაოდენობა ხმარდებოდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, როგორც ამბობენ დაახლოებით 10% მეტი არც კი. ანუ უმეტესწილად ეს დახმარება ამ დახმარებას იყენებდა სახელმწიფო. რა თქმა უნდა. პირდაპირ პროპაგანდა პირიქით. პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ცვლის. ხო და იყო პირდაპირ საბიუჯეტო დახმარება და რატო უხარიათ ესე მისი შეწყვეტა მე არ მესმის, თუ რაღაცა სხვა ბნელი წყაროების იმედი არ აქვს და იყო, ნუ როგორც ვთქვი, ძალიან ბევრი ძნელიც კია ჩამოთვლა. ნუ იყო ახლა თქვათ იგივე სასამართლო რეფორმაზე ორიენტირებული ერთი დიდი პროექტი, სამოქალაქო განათლებაზე ორიენტირებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანტიკორუფციაზე და ეს ახლა ზოგი უფრო წარმატებული ზოგი ნაკლებად, რა თქმა უნდა, როდესაც დღევანდელ სიტუაციას შევხედავთ, მაგრამ საერთო ჯამში ეს იყო არა მარტო დიდი ინვესტიცია ქვეყანაში, ეს იყო ინვესტიცია ადამიანებში, ეს იყო ინვესტიცია, რა ვიცი, ბავშვებში და მოხუცებში. მე მახსოვს რომ მე არც ვიცოდი უკვე სხვაგან მუშაობდი და უცებ ვიგებ რომ პენსიონერების, აი რაღაც მომენტში გაიზარდა ელექტროენერგიის ფასი და განსხვავებას კი არა მთლიანად იმ რაღაცა პერიოდი პენსიონერებს ელექტროენერგიის და გაზის მას უნაზღაურებდა USAID ყოველ შემთხვევაში თბილისში. ხო და ეს ყველაფერი რაღაცნაირად ავიწყდებათ ხოლმე, ავიწყდებათ ეს ყველაფერი კარგი და მე ფონდი ღია საზოგადოება და ახლა არის სამოქალაქო საზოგადოების ფონდი. ანუ თავისი პროფილი შეცვალა თუ ეს სახელწოდების რებრენდინგია, მასშტაბი დაფინანსების შეიცვალა, პროექტების ასე თქვათ მიზანიც და მოცანებით შეიცვალა. აი ეს რო აგვეხსნათ ამით. ხო, ეხლა ჩვენ ეს რატომ გავაკეთეთ საერთოდ? ტრანსფორმაცია დაიწყო ჩვენს იქაუროფისში. ეხლა ჩვენ კი ვიყავით როგორც ადგილობრივი ფონდი დაფუძნებული, მაგრამ ისეთი სერიოზული კავშირები ჰქონდა, როგორც თქვი, დირექტორს და საბჭოს წევრებს მაინც ამტკიცებდა დამფუძნებელი, ამ შემთხვევაში ღია საზოგადოების ინსტიტუტი ნიუ-იორკიდან, თუმცა ადგილზე მუშავდებოდა სტრატეგია, ადგილზე ვწყვეტით პრობლემებს და ნუ ამ სტრატეგიის მიხედვით ყოველწლიურად რაღაცა ტიპის ბიუჯეტს გვიმტკიცებდნენ. ჭუბებიც მქონია ხოლმე, რომ ეს რაში გჭირდება, ეს არ არის ისეთ ნიშნულოვანი, როგორ არ არის მნიშვნელოვანი, რაც ვცადეთ. და არა ნაკლებს მოგცემთ, არა მეტი მომეცით. ესეთი დისკუსიებიც ქონია. მაგრამ ხა ეს ფონდები საერთოდ ეფუძნებოდა სოროსის ასე ვთქვათ უკვე ფილოსოფიას, რომელიც თავისთავად
ეფუძნებოდა თავის წინამორბედებს, ახლა ეს მისი ასეთი ფილოსოფოსი არ არის სოროსი, ყოველ შემთხვევაში ესა. ხო და თავის მასწავლებლის ფილოსოფიას ეფუძნებოდა. რაც იყო ძირითადი პრინციპი, ეს იყო აი ეს ღია რას ნიშნავს ღია საზოგადოება. სინამდვილეში როცა მოხდა ამ თეორიების შემუშავება, ეს ჯერ კიდევ ფაშიზმის და საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო, იქით ფაშიზმის და აქეთ ამ კომუნიზმის. ხო და დაპირისპირების პრინციპით ეს ჩაკეტილი და ღია საზოგადოება. რა არის ჩაკეტილი საზოგადოება? საზოგადოება, სადაც იდეოლოგიას თავს ახვევენ ყველა, საწუს ყველა ემორჩილებოდეს, რა ქვია, სახელმწიფოს მმართველებს, სადაც არ არსებობს განსხვავებული აზრი, ყოველ შემთხვევაში არ მიეცალმებიან და ასე შემდეგ. და ღია საზოგადოება შეიძლება ითქვას, რომ ამის საპირისპირო, იქ სადაც ინდივიდუუმის უფლებებს პატივცემენ, მის აზრი განსხვავებულ აზრს პატივცემენ და სადაც თითო მოქალაქეს შეუძლია ამაზე. აი ეს იყო ძირითადი პრინციპი. ხო და ახლა რა თქმა უნდა დრო გადის რაღაცები ვითარდება, მაგრამ ეს პრინციპი, ეხლა ჩვენ რო ახალი რეალურად ახალი ფონდი შევქმნით, ეს პრინციპი ისევ დაგვრჩა. იმიტომ რომ ეს არის იგივე, გინდა ღია საზოგადოება დაარქვი, გინდა ლიბერალური დემოკრატიული საზოგადოება და გინდა რეალურად თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო, ეს ყველაფერი ეს ისევ რჩება ჩვენ მიზნად. და ამიტომაც ჩვენ პრინციპში დიდად არ გადავსულვართ და შეიძლება ახლა ფილოსოფიური საფუძველი ჩვენ ვცადოთ მერე მომავალში თუ გვაცალეს არსებობა განვავითაროთ, მაგრამ ეს ძირითადად კონცეპტუალური მომენტები იგივე რჩება და რაც შეეხება ეს რომ გამოვედით და ეს იმიტომ მოხდა რომ იქ დაიწყო ტრანსფორმაცია, ხა ბუნებრივია ყველა ორგანიზაცია რაღაც მომენტში განიცდის ტრანსფორმაციას. ახალგაზრდა სოროსია, ახლა შვილი, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს, თქვა ადგილობრივი ფონდები და უფრო აინტერესებს რაღაც ერთიანი გლობალური პროგრამა. მე მართალი გითხრათ, ეს თუ დავინახე, მე თვითონ გადავწყვიტე, რომ მოდით ჩვენ გავალთ, გავხდებით დამოუკიდებელი და ნუ თქვა პირველი 3 წელი დახმარებას დაგფრინდენ და მე უკვე ჩვენით მოგვიწევს მოპოვება ამ დახმარების. ანუ ეს მომავალში ესეთი პერსპექტივა გვაქვს, რომ შეიძლება ჩვენ დაწყებულიც გვაქვს პრინციპში ევროკავშირის გრანტები გვაქვს, იმიტომ რომ ემთხვევა რა თქმა უნდა ჩვენი ღირებულებებიც და ეს ხედვაც, ასევე ევროკავშირის პროგრამები, ცალკეული ევროპული ქვეყნების ძალიან ბევრი არა, მაგრამ ნუ თუ გაგრძელდა სამოქალაქო საზოგადოების ესეთი ენერგიული არსებობა საქართველოში კიდე გვექნება. ახლა გასაგებია. ესე რომ მიზეზი უფრო ეს იყო, როცა ეს ტრანსფორმაცია დაიწყო, ჩვენ გადავწყვეტეთ გამოსვლა. ხო და ისე კავშირი გვაქვს, მეგობრობთ. მაგრამ ხა ცოტა სასაცილოა ხოლმე მართლა ჯორჯ სოროს რო აბრენა ხა დაბერდა ძალიან ჯორჯი და სახშია და აღარ ერთვება არაფერში. არის სრულიად ახალი პრეზიდენტი, ნუ თავმჯდომარე ახალგაზრდა სოროსია და რაღაც ისინი სხვაზე ფიქრობენ, ისინი ეს ძიების პროცესში არიან, რომ ხო იცით ძალიან ბევრი ახლა ლაპარაკი სწორედ ამ განვითარების პროგრამებში და ჩვენ ორგანიზაციებში აი ცვლილების თეორია. მაინც რა იწევს ცვლილებასთან ეგულისხმება პოზიტიურ ცვლილებას საზოგადოებაში. მე მაინც ცვლი ახლა მე რადგან დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობ, ნუ იყო გარკვეული პრიმიტიული წარმოდგენები და მეც მჯეროდა უფრო ამ ცოტა უფრო პრიმიტიული წარმოდგენებისა, იგივე როდესაც აი ეს USAID-ის პროექტები იწყებოდა აქ ან მე ვმუშაობდი სხვადასხვა ორგანიზაციაში, რომ შემოდიან, გეხმარებიან, მე ყველაფერი ხდება მდგრადი, ყველაფერი ხდება თავად განვითარებადი და ასე ეგონათ ეკონომიკაზეც, რომ ეს თავისუფალი ეკონომიკა თავიდან მივცეთ გარკვეული ბუსტი და მერე განვითარდება, ადამიანის უფლებებს თავიდან რომ დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ თავისით განვითარდება. ეს არ აღმოჩნდა სულთად მართალი. ეხლა ჩვენ უარესის მაგალითებიც ვნახეთ შუაგულ ევროპაში, ანუ ევროკავშირში, თითქოს და აი ამ პრინციპებით შეკრულ ერთობაში, თქვათ არის ვიქტორ ორბანი, რომელსაც უკან მიყავს ქვეყანა დემოკრატიის თვალსაზრისით, ხო? რომელიც მედიასაც აკონტროლებს, რა ვიცი მე მგონი საარჩევნო სტრუქტურებსაც, ისე არა როგორც ესენი ახერხებენ ახლა ამ ქვეყნის ხელისუფლება, მაგრამ მაინც და საერთოდ რაღაცა სხვა ტიპის სტრუქტურებს ქმნის. ისე რომ ეს ცოტა მარტივი წარმოდგენა, რომ აუცილებლად ეს ევოლუციურად უნდა წავიდეს ყველაფერი და ეს არის აღმავალი, რა თქმა უნდა მართალია არ აღმოჩნდა. მე
მე მახსოვს იყო მომენტი იგივე სოროსი ამბობდა რომ ევროკავშირი არის სწორედ იდეალი იმ ხრივ რომ ეს არის ღია საზოგადოების განხორციელება ასე ვთქვათ. ეს არის ის ადგილი, ესეც მინდა. ამიტომ მოხდა სხვა საინტერესო იყო ის ქვეყნების ფონდები, სადაც ის ქვეყნები, სადაც იყო ფონდი და მე შევიდნენ ევროკავშირში, იქ ეს ფონდები დახურეს. თქვენს რომ უკვე ამათ მიაღწიეს რაღაცა ყველაზე სასურველ ეტაპს, ეხლა თვითონ მიხედავენ თავს და ასეთი ფონდი უკვე საჭირო აღარ არის. ისე რომ ჩარევას კი არ ცდილობდა, უბრალოდ ცდილობდა რომ რაღაცნაირად ხელი შეეწყო. ავტოკრატიულ ქვეყნებში საერთოდ მუშაობის საშუალებასაც. აი ეგ არის, რომ აი ამიტომ აი საშუალებრივ ქვეყნებში იყო ერთხანს დარჩენილი. ეხლა უბრალოდ მცირდება უკვე როგორც თქვი სხვა მიზეზების გამო. ჩემ უკრაინელ კოლეგებს ვეუბნები ხოლმე, რომ ჩვენთან არის ყველაზე დიდ ხაზს მეთქი თქვენთან და ჩვენთან. იმიტომ რომ საშუალში ვარ და არც უბრალოდ ავტოკრატიად. უბრალოდ ავტოკრატია მაგრამ ნუ დიქტატურა არა, თორე რუსეთში რა თქმა უნდა დაიხურა და თქვა აზერბაიჯანშიც დაიხურა და ასე შემდეგ. აი ამ ჩვენ ახლოს ავართ ეხა აი ეს მინდა თქვა ახლა დიქტატორებზე და ავტორიტარებზე არ ვლაპარაკდით. აი ის რაც დღეს ხდება, აი ეს ამერიკული დახმარების უჩეთ გაჩერება, გაყინვა თუ კიდე რა იქნება, არ ვიცით, ყველაზე მეტად ვისახარებს, ყველაზე მეტად ახარებს ამ სოფლიოს ავტორიტარებს. შესაბამისად ახარებს ამ ოცნების ხელისუფლებასაც, რომელსაც არ უნდა არც განსხვავებული აზრის მოსმენა, არც კრიტიკის მოსმენა, არც გარედან თქვათ იგივე პოტენციური კორუფციის მონიტორინგი თუ სხვა რა. და ამიტომ სოფლიოს ავტორიტარები არიან ახლა გახარებულები და ძალიან შეშფოთებულია ბევრი აი განვითარებადი ქვეყანა იცით ახლა არ შემიძლია არ თქვა ის რომ უცებ რომ გააჩერეს ნუ სამწუხაროდ ტრამპის გადაწყვეტილებით თქვა ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი პროექტები გაჩერდა იქნებოდა ეს განათლებაში თუ სოფლის მეურნეობაში როგორც თქვი და სხვა მაგრამ ზოგ ქვეყანაში მოშიმშილე ბავშვებთან რო საჭმელი მიდიოდა ის გააჩერეს შუაგზაზე იმიტომ რომ უკვე აღარ მოხდებოდა დაფინანსება თქვა ტრანსპორტირების ნუ ხა ეს ასევე თქვა შიცის დაავადებულ ადამიანთა ჯგუფებთან მიდიოდა წამალი და ის წამალი გაჩერდა ან ვეღარ გავიდა ისე იგი ეს ნიშნავს რომ პრინციპში უკვე ძალიან დიდი ზიანია ისე იგი ერთი მხრივ არის ზიანი იმ ბენეფიციარებისთვის საოცარი USAID აფინანსებს აი ჰეპატიტის ჰეპატიტის გაჩერს ჩვენ დავიწყეთ ჩვენმა ფონდმა მახსოვს რომ ვიწყებდით კიდევაც გეუბნებოდნენ რომ ეს რასულელური იდეებია ძალიან ძვირია და როგორ შეიძლება სახელმწიფო მაგის დაფინანსოს სწორედ ჰეპატიტში მე მგონი USAID ჩართული არ იყო მე იქ საინტერესოდ მოხდა იქ ერთ-ერთი კომპანია დაინტერესდა უკვე, როდესაც ჩვენ ეს მოთხოვნები დავაყენეთ, აქ ადვოკატირების მთელი კამპანია იყო და თავიდან გვეჭხობებოდნენ რომ რა არის. ხო და მე ერთ-ერთი კომპანია დაინტერესდა რომ საქართველოს რადგან პატარა ქვეყანაა, აქ ეჩვენებინა შედეგი და შედეგი ეჩვენებინა და ეს გამხდარიყო მოდელი სხვა ქვეყნებისთვის ჰეპატიტის დამარცხების. ამიტომ შემოვიდა უფასოდ. და ეს მე ერთ-ერთი მომენტი არის ის მართლა ამაყი ვარ არ იყო ჩვენი მთავარი საქმიანობა მაგრამ აი ამაში ვიყავით ჩართულები რომ ძალიან ბევრი ადამიანი მორჩა აი USAID როგორც თქვი ტუბერკულოზის ძალიან სერიოზული ის მოახდინა ბევრი სხვა დაავადების ასევე კოვიდი რო დაიწყო უმეტესად ხომ ვაქცინები ისე იქიდან შემოვიდა ამ ხელისუფლებამაც სადღაც იყიდა ჩინეთში მაგრამ რა იყო და როგორ იყო ვერ გავიგეთ მაგრამ ძალიან ბევრი დახმარების სახით შემოვიდა 1 ტრილიონი დაახარჯა სოფლიოს დასახმარებლად და ხო ანუ ეს ძალიან დიდი ფასდაუდებელი დახმარება არის ამას გარდა მინდა მაინც რომ ვახსენოთ ფონდი ღია საზოგადოების მოღვაწეობის მანძილზე, აი წარმატებული პროექტები, რომელიც ნაწილი ვახსენეთ, აი რომელიც ყველა შეეხო, ან უნდა ვიცოდეთ საზოგადოებრივ შეიძლება კარგად. ციტა ბევრია და ხანდახან მე თვითონ ვიბნები ხო და მე ისიც კი მაქვს რომ ახლა მე უკვე 15-ზე მეტი წელია ხო მუშაობ ხო 9-დან ხო
16 წელი გამოდის და მეც კი არ მახსენდება უკვე ყველა, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ ყოველ წელს ახალი სტრატეგია დავწეროთ, როგორც თქვი, საჭიროებების მიხედვით და ამიტომ თქვა ზოგი პროგრამა იხურება. თქვა ჩვენ ქონდა ჯანდაცვის პროგრამა, აი სწორედ ოღონდ ეს არ იყო უბრალოდ ჯანდაცვის უზრუნველყოფა, ეს იყო სხვადასხვა ტიპის პროგრამები და აი სწორედ ჰეპატიტი მაქიდან დავიწყეთ, ჰეპატიტის ადვოკატირება. ასევე იყო ბევრი სხვა რამ, თქვა ჩანაცვლებითი თერაპიის და ასე შემდეგ, ну ეს ძალიან მძიმე ჯგუფებზე გასვლა. და მე ასევე ჯანდაცვის პროგრამიდან მაგალითად დავიწყეთ პალიატიურ მზრუნველობაზე მუშაობა. საერთოდ პირველი კანონის ეს მე გავიგე რა თქმა უნდა იქ რომ მივედი ფონდში. პირველი კანონმდებლობა პალიატიური ჩვენ ინიციატივით შეიქმნა და მიიღეს. და შემდეგ შეუწყეთ ხელი ჰოსპისების განვითარებას, მაგრამ ერთი ჰოსპისი ჩვენთან გავაკეთეთ, ეს კი მძიმე თემაა, მიჭირთ კიდევაც ბავშვთა ჰოსპისი, რომელიც არის არაჩვეულებრივი, უბრალოდ ძალიან მძიმე კონტინგენტია ბავშვების, რომელთაც სამწუხაროდ დიდი პოტენცია დიდხანს ცხოვრებისა არ აქვს, მაგრამ მიზანი ამ ჰოსპისისა არის, ну ესეც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პროექტია, მიზანი ამ ჰოსპისისა არის, რომ ბავშვებსაც გაუხანგრძლივდეთ სიცოცხლე და მშობლებს და ოჯახებს შეუმსუბუქდეთ, იმიტომ რომ მძიმე პროცესია მთელი ოჯახისთვის და რაღაცნაირად შეუმსუბუქდეთ და საოცარი რაღაცები ხდება ხოლმე. ხანდახან მე ხო ჩვენ წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ ხოლმე დიდ საქველმოქმედო საღამოს ამ ჰოსპისისთვის, რომ თანხა შეგროვდეს და გროვდება სხვა ჩვენს ბიზნესმენები გვეხმარებიან ხოლმე ძალიან ასეთ დროს. და მოხდა შემთხვევები, რომ აი გარდაცვლილი ბავშვების ბებიებს და დედებს შეუწირა მამებს შეუწირავთ ხოლმე თვითონ ფული, წარმოგიდგენიათ, ესე იგი ბავშვი გარდაიცვალა, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ აი ეს თავისით უჩუქებიათ, ну რაღაც გარკვეული თანხა ისი საშუალებაც ჰქონდათ ჰოსპისის, აი ეგეთი შემთხვევებიც კი ყოფილა. ხო, ეხა რა თქმა უნდა ჩვენ ვთვლით რომ ის ნუ ხა ესეთი სპეციფიური პროექტებია რომლებიც გვახსენდება ძალიან მნიშვნელოვანი იყო სხვათვის იგივე ექიმებისთვის განათლების პროგრამა ესე მე შეიძლება გავუჩერდოთ ვილაპარაკოთ ნელ-ნელა ყველა პროექტი გამახსენდება გავაჩერეთ ხო ეხლა იმას ვამბობ რაც ნაკლებად იციან ხოლმე ჩვენზე იმიტომ რომ ვიღაც ჩემ ძალიან კარგ პარტნიორებსაც კი ვთქვამთ და კოლეგებს რომ უი არც ვიცოდი რომ ჰოსპისი გაგიკეთებია და არც ვიცოდი რომ ხა ის რომ სამოქალაქო საზოგადოებას ვეხმარებით და ადამიანის უფლებებს და სამართლებრივ დახმარებას ეს იციან თვითონ მაგრამ ეს ხარი არ იციან ხოლმე ხო მაგალითად ძალიან კარგი პროგრამა იყო რომელსაც ავსტრიაში არსებულ ორგანიზაციასთან ერთად ვახორციელებდით თავიდან ისიც უშუალოდ სოროსთან იყო დაკავშირებული გრძელდება ეს პროგრამა ახალგაზრდა ექიმებისთვის არის ხოლმე რაღაც კარგი ტრენინგ პროგრამა და ერთი კვირით ჯერ მიდიან იქ სასახლეში აქვს ხოლმე ტრენინგი მე ჯერ არ ყოფილვარ არ მინახავს ავსტრიაში და მე ისინი ვინც გამოირჩევიან მე კიდე ერთხელ წერდა მე უკვე ერთთვიანი ტრენინგი კი არა უკვე კვალიფიკაცია შეიძლება გაიარო და ძალიან ბევრი კარგი ექიმი და ესეც ახლა ხდება ხოლმე რომ სადღაც ვარ და უცებ ვიღაცა მეუბნება რომ აი მე ეს გავიარე და ეს იყო გადასარევი და განსაკუთრებით გადასარევი სასახლე არაჩვეულებრივი თქვა და ძალიან ბევრ სპეციალობაში ხდება და ეს უკვე დაგროვდა ძალიან დიდი ჯგუფი ექიმებისა ну რაღაც გარკვეულ ასაკამდე თქვა 40-მდე თუ არ ვწდები რომლებიც აი ამას გადიან და მე რო ჩამოდიან ძალიან ხშირად ისინი იწყებენ ხოლმე თავის პროგრამებს და აი ბევრი საუკეთესო ნევროლოგი თუ კარდიოლოგი თუ ქირურგიც კი მე ვიგებ ხოლმე პოსტფაქტუმ რომ თურმე ამ პროგრამის მონაწილე იყო ისე რომ ეს ერთ-ერთია ერთის ვამაყობდა ნაკლებად არის ცნობილი განათლება რა თქმა უნდა განათლებაში ძალიან ბევრი ჩადოდა ეს თქვენც გწოდიათ ეს ამბავი და შეგხებიათ როგორც გავიგე ხო ეს იყო ნაწილი იგზავნებოდა ну იგზავნებოდა კი არა იმარჯვებდა კონკურსში და მიდიოდა ბუდაპეშტში როცა იყო ეს რა ქვია უნივერსიტეტი ცენტრალური ევროპული უნივერსიტეტი და შემდეგ
ასევე პარალელურად იყო სხვა პროგრამები, რომელიც ასევე ფინანსდებოდა ხოლმე ჩვენგან. სამწუხაროდ ეხლა ჩვენ უკვე ამ განათლების პროგრამებს ესეთი ინტენსივობით ვერ ვაფინანსებთ. ისიც სამწუხაროა, როცა ვიზახირვა ის სწორედ დახმარების პროგრამების შეჩერება ავტორიტარებს და ავტოკრატებს უყვართ. მაგალითად უნივერსიტეტი CEU, რომელშიც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე გაიზარდა, გადავიდა ბუდაპეშტიდან ვენაში. გადავიდა იმიტომ, რომ ფაქტიურად ორბანმა შექმნა ისეთი კანონმდებლობა, რითაც ვერ გაჩერდებოდა შეგნებულად და მიზანმიმართულად. მაგრამ CEU-ში ასობით ქართველი ახალგაზრდა იყო წასული, ესე იგი როგორც სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო პროგრამებზე ის რომ ტარდებოდა. ახლა ჩვენ რა თქმა უნდა მარტო ისე მხოლოდ გრანტებს არ გაცვდა, მხოლოდ სასწავლო დაფინანსებებს არ ვიძლეოდით, თქვა რაღაცა დიდ პროექტებში მონაწილეოდით, როგორც ფონდი ჩემამდეც და მერეც რომ მაგალითად იგივე განათლების რეფორმა როცა იწერებოდა, მე რამდენადაც ვიცი, ფონდმა საკმაოდ სერიოზული როლი შეასრულა ეს ხა აქედან მარტო ის ჩანს რომ აი თქვა მაგრამ კორუფციისგან მართლა დაიცალა კორუფციისგან დაიცალა ის თქვა იგივე საუნივერსიტეტო გამოცდები და ასე შემდეგ ხა რა მოხდება ცოტა ხანში არ ვიცი მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი მიზანი იყო რა თქმა ხო და ასევე დაახლოება ევროპულ მასთან ამასაც ეს უკვე ჩემ დროსაც ხდებოდა ამის დაფინანსება რომ მაქსიმალურად აი ამ ბოლონიის პროცესში ჩართვა საუნივერსიტეტო პროცესში და რეალურად დღეს ჩვენ თუ რაღაც კიდე არ მოხდა და არ გაუარეს და ვართ უკვე ამ ევროპული განათლების სისტემის ნაწილი. თუმცა ესეც საფრთხის ქვეშ დგას. ეს ვიგებთ რომ უკვე რაღაცა პროგრამების შეჩერება და შეწანემძიმე რაღაცა თემებიც გვიწევს ამაზე ახლა საუბარი. აი ერთი სანამ აი ამ თემებზე გადავალთ ხო? რატომ ვერ მოხერხდა თუ რატომ ვერ გაითავისა ხალხმა აი ამდაგარი ფონდების და სამოქალაქო საზოგადოების benefitების მასშტაბი, ანუ ყველა მარად თავისთავად ცხადია. საზოგადოებაში იყო ნაწილი, რომელსაც ესმოდა ამ სამოქალაქო საზოგადოების სარგებლიანობა, მაგრამ ის ფაქტი თუ რა პროპაგანდასაც მიმართა ხელისუფლებამ, იმიტომ მიმართა, რომ ამისი შესაძლებლობა, ამისი ნოყირი ნიადაგი საზოგადოებაში არსებობდა. ანუ გავრცელდა რაღაცნაირი ესეთი მითები და მითოსური რაღაცა. თელი კონსტრუქციები, რომელიც ზოგიერთი პოდვითი იყო, ახლა წეგანაც გავიხუმრეთ ჩვენ, მაგრამ ეს სულაც არ იყო სახუმარო თემა. სოროსის ფონდი, რა ვიცი მე, მასონები და იქ ასე. ხო, ეს ამ ხელისუფლებას არ მოუგონია, ეს დიდი ხანია ტყია. ალბათ, არ ვიცი, შეიძლება რაღაცით კოორდინირებული იყო უცხო ქვეყნების მეცამსახურებით, მაგრამ მე არც იმას არ გამოვიცხარ, რომ მსგავსი რაღაცა პოეტური მითოსური რაღაცა პოდვები აქაც კი წარმოიშვას, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ესეთი წარსული, რაღაცა მითოსების წარმოშობა შეგვიძლია რაღაც სისულელე. ხო, ეხლა როგორ არის ისიც ეს ნუ ადამიანები საერთოდ ამ კონსპირაციის თეორიებს ადვილად აყვებიან ხოლმე. მით უმეტეს მე თვლი შეიძლება რეტროგრადად გამოჩნდე, მაგრამ ამ სოციალური ქსელების სამყაროში სწორედ აი ამ უფრო კონსპირაციების და იმისი ამპლიფიკაცია და გაძლიერება ხდება ვიდრე რაციონალური აზროვნების. ეს ნუ ჩვენ თვალწინახეთ ახლა ამერიკაში QAnon-ის თეორიის გაჩნდა ხო კონსპირაცია და რიფს არ ამბობდნენ და დღემდე არის ხალხი მე მგონი მაგათ ნაწილი კონკრეტშიც კი მოხდა. ხო და ის სუნთად ეს იყო და როგორც ჩანს ხო აშკარად ახლა საერთოდ ისედაც ახლა ჩვენ ხო ვხედავთ რომ ულტრამემარჯვენეების გაძლიერებას ევროპაშიც კი რაც იმედია ახლა არ იქნება მზარდი პროცესი. მე ვთვლი რომ ნუ არა მარტო ამან მაგრამ რაღაც გარკვეულმა უმაყვა ძალიან შეუწყო ხელი კონსპირაციის თეორიების გაძლიერებას საერთოდ დაპირისპირების და ულტრამემარჯვენე იდეებიდან ყველაფერი დანარჩენის წარმოუდგენლად უარყოფას და ხო და ხა ეს რომ მასონები და სამყაროს დაღუპვა გინდათ და ნუ ანტიქართული და ასე შემდეგ ნუ ეს ადრეც გაგვიგია მაგრამ მაშინ ეს იყო უფრო პერიფერიისგან ასე ვთქვათ რაღაცა მარგინალური ჯგუფებისგან და ეხლა ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. ეხლა მინდა გითხრათ რომ საერთოდ ხო და რაც შეეხება სოროსი რაღაც განსაკუთრებულ იმას იწოდა ყოველთვის.
ეგ უნდა თქვა კაცო წიგნებსაც წერდნენ ხოლმე ხო და ამერიკაშიც არის ეგ განწყობა ხო და საინტერესოა რომ ეხლა ბოლო არჩევნები რო ქონდა თქვა ორბანს გააკეთა კარიკატურები ნუ გააკეთა მისმა საარჩევნო შტაბმა კარიკატურები სადაც სოროსი ათამაშებდა როგორც თოჯინებს ოპოზიციას ну ესენი ცვაკეთ მე რაღაცა მსგავს ხო და რაც თორე ამერიკ შეადარეს და აღმოჩნდა რომ თითქმის ანალოგი ფაშისტური კარიკატურებისა რომელსაც ებრაელებზე აკეთებდნენ 30-იან წლებში ისე რომ ეს ამას დიდი ისტორია აქვს დიდი ისტორია ეს არ არის უბრალო რაღაცა ხო ხა მე როცა ვიწყებდი მუშაობას ვიცოდი არის ამაში დიდი ხანია ლაბრაკდო მახსოვს პირველად ვიღაცა შევხვდი ნაცნობს ახალი დაწყებული ხოდა რაღაც კონკურსში გავიმარჯვე და ხო და მეუბნე რომ სად მუშაობ მოთხრი სოროსის ფონდში დავიწყე მე კიდე რას არის ამ კაცი სამზების ხელფასის კარმა ხო და მე ჩვენ კერძოსაუბარში მე მომწონდა სწორედ ის იდეები და ადამიანი ძალიან მომწონს ნუ ეხლა უკვე რთულია მაგასთან კაიხანი აღარ მიურთიერთია მაგრამ მართლა საინტერესო ადამიანი რომელიც არ აქვს პასუხები დიახ მე მგონი რომ ლაპარაკობდი პოპერი არ მახსენე პოპერი იყო სოროსის მასწავლებელი და პოპერის თეორიებს დაეყრდნო ეგ და განავითარა ხო და აი პოპერს ესეც ხონდა და სოროსმა ეგ თემაც განავითარა ძალიან რომ ადამიანს მცდარობა ახასიათებს და ის სწორედ როდესაც პრეტენზია გაქვს იმაზე რომ შენ არ ცდები და შენ აბსოლუტურ ცოდნას ფლობ აი მაშინ იწყება დიქტატურა რაც იყო ჩვენ ნახეთ საბჭოთა კავშირში, უნდა ყოფილიყო ერთი პარტია, ერთი აზრი, ასე შემდეგ და რა ცდილობებიც გაჩნდა ახლა. ხო არ გადაუხვიე კითხვა. არა, ზუსტად რომ ის არის. მე ხო გითხარით, აი კერძო საუბარში წეღან სანამ დავიწყებდი გადაცემას, მაინც მინდა მაყურებლებს რომ უთხრათ 2004 წელი იყო, მე რომ მაგისტრატურაზე სწავლობდი თქვენთან და მთელი ერთი სემესტრი ესე ჩავივლიდით მარინა არჩევაძე გამსახურდა ის პროტესტის ფონზე და ჩემი ჯგუფელებს მიაძახებდნენ სოროსის ბიჭი მოდის. სოროსის გოგო მოდის და სულ იმას ნეტა მართლა ბიჭი ვიყო და მართლა გოგო რა კარგად ვიცხოვრებდი. რა ეგეთი რაღაცები. ეს მახსოვს მე მაშინ ევრაზიის ფონდში მუშაობდი და ერთხელ მივედი რაღაცა შეხვედრაზე და მე მანქანით რო წამოვედით რაღაცებს გვიძახდნენ მწვანეები დაგივართ. ეხლა ნუ სამწუხაროდ უნდა ვთქვა მე არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო მაგრამ მე როცა ვარკვევდი მაგ ამბავს როგორ მოხდა რომ სწორედ მაგ ეზოში იდგნენ იმ პერიოდში იგორ გიორგაძის ნუ ცნობილი კგბ-ს თანამშრომლის თუ გენერლის ფონდი იყო საქართველოში გახსნილი. და როგორც აღმოჩნდა ისინი აფინანსებდნენ, იმიტომ რომ ზუსტად დააკვირდნენ ჩემი თანამშრომლები, რომ დაიკეტა ეს ფონდი, ნუ მაშინ ნაციონალების ხელისუფლებამ დაკეტა და სწორიც ქნა, იმიტომ რომ პირდაპირ რუსული ფული იყო თან დაუფარავად, დაიკეტა თუ არა მეორე დღეს აღარ მისულა. და ნუ როგორც ჩანს სამწუხაროდ დაქირავებული ხალხი იყო, ხო და მაგრამ მე შევაძისთან იდგნენ. არ ვიცი რატო და ერთხელ მახსოვს ადამიანური ურთიერთობების სხვა დეტყობა ჩემ თანამშრომლებს ნუ მე იქ არ ვიყავ შედიოდნენ გადიოდნენ ნუ ძალიანურად ადამიანური ურთიერთობები ჰქონდა და მივედით ერთხელ ინგლისის საელჩოში და იქვე იყო შევარდნაძის სახლი და იქ იდგნენ და ჩემი მძღოლი თქვენი მოგვარი და მოსავალი მივიდა იქ და მე რომ ელცხვებოდი ეს იყო ძალიან კმაყოფილი რომ შევხვდიო იმ ხალხო იმზე მოვიკითხეთ ერთმანეთიო როგორ ახართ რა შვებდო ეხა აქ მუშაობდო ხო ანუ უკვე პირადი ნაცნობობაც ხო ეხლა კი ცოტა დრამატული თემი ანუ ისე დრამატული დროა რომ ძალიან დრამატიზებაც აღარ მინდა მაგრამ ახლა ამ დრამატულ თემას ვერ გავაქცევთ ეს არის ეგრეთ წოდებული რუსული კანონი და ამ ფონზე უკვე სამოქალაქო საზოგადოების პერსპექტივა როგორია აი ამ რუსულმა კანონმა კერძოდ რა საფრთხეები შეუქმნა სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების პროცესზე თქვენ ფონდს რა პრობლემა შეექმნა არის თუ არა ახლა ამ მოცემულ მომენტში რაღაცა იმპულსები ხელისუფლებიდან ზეწოლის ან რაღაცა ამდაგვარი ეხლა ზეწოლის რაღაც საშინელი რიტორიკის ეს ყველაფერი არის და გრძელდება
უკვე 2 წელზე მეტია. რეალურად ეხლა ჩვენ ხო გვახსოვს როცა ვაფასებდი როდის წავიდნენ ესენი მართლა ავტორიტარიზმისკენ და როდის წავიდნენ რუსეთთან კიდე უფრო მეტი დაახლოებისკენ ეს იყო ომის დასაწყისი ხო? რაღაც თითქოს აი ომის დასაწყისის შემდეგ გადანაწილდა რაღაცნაირად ესენი ერთგულებები და აშკარად არ გვინდოდა ბოლომდე დაჯერება, მაგრამ აშკარად ოცნებამ არჩია რუსეთთან დაახლოება, უკრაინასთან და დასავლეთთან დაპირისპირება. ეხლა ჩვენ იქამდე ეხლა უკვე მივეჩვიეთ, თორე 22 წლამდე ესეთ ანტიდასავლურ რიტორიკას როგორ წარმოვიდგენდით ხელისუფლებას, რომელსაც ჩვენ თანამშრომლობდით, ხო ჩვენ ახლა მართლა შევყევი ამ პროექტებს, თორე ევროინტეგრაციაზე ძალიან სერიოზული პროგრამა ქონდა და სერიოზული პროექტები და თანამშრომლობდით 2012-დან, ну შეიძლება ითქვას 2022-მდე, მეტნაკლებად. და მე ვთვლი რომ ჩვენ შევასრულეთ როლი და მაშინ თითქოს მათაც უნდათ ჯერ ასოცირების ხელშეკრულება, შემდეგ ვიზო რეჟიმი 2016-ში უკვე და მე იყო საუბარი ამ სხვადასხვა ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადადგმულიყო მეტი და მეტი ინტეგრაციის. ასევე ძალიან ვცდილობდით, რომ ესე იგი მიგვეღო სტატუსი, კანდიდატის სტატუსი და გაგვეგზელებინა უკვე მოლაპარაკების გზით. აი ეს კანდიდატის სტატუსამდე მივედით, უკვე ბევრი რამ არ იყო შესრულებული, მაგრამ შანსი მოგცეს. ევროპელებმა მოგცეს ეს სტატუსი, მაგრამ უკვე დადგა ახალი პირობები, რომელზეც თავიდან დავიწყეთ მუშაობა ამ პირობების შესრულების მონიტორინგზე, მაგრამ არა თუ არასრულებენ ყველაფერს საწინააღმდეგო. სპეციალურად. და მნიშვნელოვანი ის არის, ზუსტად კანდიდატი ქვეყანა რო გავხდით, იმის ნაცვლად, რომ აი მეტნაკლებად გაწერილись, ხო რატო გაარის შემთხვევ წლების მანძილზე ჩვენ ვთხოვდით ევროკავშირს, ხო? წევრობას და ინტეგრაციას. რა თქმა უნდა, პირობებს გისვამს, რომ შენ უნდა იყო უფრო დემოკრატიული, შენ უნდა იყო უფრო ესეთი გავითარებული და მიგიღებ. როგორც აი მოლდოვას ეს მედეთ. ხო და პირიქით მოხდა, მაშინვე შემოიტანეს პირველი ვერსია რუსული კანონისა. სწორედ 2023-ში, ესე იგი მაშინ როცა მაინც იმედი ქონდა, რომ დაიწყებოდა ამ აღებული, ესე იგი ფაქტიურად ვალდებულებების, ხო 12 ნაბიჯი იყო თავიდან გაწერილი, აი ამ 12 ნაბიჯის შესრულება, ამის ნაცვლად უცებ შემოიტანეს ეს კანონი, რომელიც ევროპამ არაერთხელ დაიწუნა. დაიწუნა როგორ? ესე იგი, რუსეთში 2012-ში შეტანილ კანონზე სამწუხაროდ ძალიან დიდი ხნის შემდეგ 2022-ში მიიღო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო გადაწყვეტილება და ისე არასამთავრობოებრივ შეტანილი ჰქონდათ აღარ იყვნენ იმ მომენტისთვის, ну 10 წლის შემდეგ ხო ძნელა მუშაობს. და ევროკავშირის სასამართლომ, ევროსასამართლომ უშუალოდ უფრო სწრაფად იმუშავა, როცა ორბანის წინააღმდეგ შეიტანეს, ორბანმა მიიღო ძალიან მსგავსი კანონი და ევროსასამართლო ფაქტობრივად უკან გადმოუგდო ეს კანონი. ანუ ეს საერთო ევროპული განწყობა, რომ ეს კანონი არ არის მიმართული, თქვათ, რაიმის გაუმჯობესებისკენ, არამედ მიმართულია უშუალოდ არასამთავრობოების წინააღმდეგ, უფრო ფართოდ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და კიდევ უფრო ფართოდ დემოკრატიის წინააღმდეგ. ეს არის რეალურად და ამას უკვე ყველა ხედავს ხელისუფლების გამტკიცების და კანონიერ თუ უკანონო გზებით ხელისუფლების შემომტკიცების მეთოდი. ეხლა, რაც შეეხება ამ ახალს, ესე იგი, აქამდე იყო პირწავარნილი რუსული კანონი, ესე ვეძახდით რუსული კანონი პირველი, მე მინდა შევახსოვდე მაყურებელს, რომ მაშინ გამოვიდნენ და დაგვირდნენ. დაგვირდნენ, რომ ჩვენ ამ კანონს აღარ შემოვიტანთ 2023-ში. შემოიტანა იმავე ადამიანმა, როგორც ამბობენ, ხა მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შემოატანინეს, დააძალეს, რომელიც დედას იფიცებდა, რომ აღარ შემოვიტანო. ამ გამთინარაზე. ხო და და ხელახლა დაიწყეს, ვითომ არაფერი შეცვლილი არ იყო, ისეთივე ბოროტი გაზრახულებით არის ეს კანონი. კანონში ბოროტი რა არის, ზუსტად რო აუხსნათ საზოგადოებას? ხო,
ესე იგი, ორგანიზაციებს, რომლებიც არიან ადგილობრივები, ავალებს, რომ დარეგისტრირდეს როგორც აგენტი. ხან აგენტს იძახდნენ, მე ამბობდნენ, არა, აგენტს კი არ დაგიძახებთ, რაღაცა ინტერესების გამტარებელი, ეხლა უკვე ისედაც აგენტებს გვიძახიან. ანუ ინკრიმინაცია. ვითომ ხარ სხვა ქვეყნის ინტერესების წარმომადგენელი და რაღაცა სხვა ტიპის რეჟიმით უნდა იმუშაო, ყველაფერი უნდა შეატყობინო, შეუთანხმო და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რამ. რეალურად ეს იყო გასანადგურებლად. მიზანი რუსეთშიც იყო განადგურება. არა მარტო არასამთავრობო სექტორის დამოუკიდებელი მედიის, ყველანაირი ინტერესთა ჯგუფების, ახალგაზრდული მოძრაობების და ასე კიდევაც მოხდა. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ რუსეთში დიდხანს გაიწელა, მაინც მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე კლასიკური ეს არის, რა ქვია, დიქტატორული ქვეყანა, 10 წელი გაიწელა. და ჩვენ აქ კანონი შემოიტანეს უკვე 24-ში. ისიც კი იყო შესული, რაც რუსეთში 10 წლის ბოლოს შეიტანეს. ანუ რეალური მიზანი ეს იყო განადგურება რა თავისუფალი პირდაპირ ვთქვა თავისუფალი სივრცის განადგურება და დემოკრატიის იმ ჩანასახების მოსპობას, რომელიც არსებობს. ეხლა მორიგი ეშმაკობა, ასე ვთქვა, ტრუკი წამოიწყეს. და ამბობენ, რომ აი ზუსტად თარგმნეთ ფარა. მაგრამ კიდევ ერთხელ არის ჯერ ერთი ორი ძალიან საინტერესო მომენტია. ზუსტად ეხლა აპირებენ რომ ფარა ამთლიანად გააუქმონ ან რაღაცა მნიშვნელოვანი დებულებები შეწოვონ. და ამათი თამაში რო აეხა ზუსტად შემომაქ ამერიკული კანონი უკვე სიცრუე. მეორე ისაა რომ ფარა არ ეხება თქვა ჩვენ ტიპის ორგანიზაციას, არც ახალგაზრდა იურისტებს, არც საერთაშორისო გამჭირვებას. აქ ლაპარაკია ოფიციალურად ის როგორ არის მაგალითად ინდოეთის ტურიზმის განვითარების ასოციაცია. ის იმიტომ აქვს იმას ოფისი ამერიკაში, რომ დაალობიროს, ანუ ეს ლობისტებს ეხებათ. დაალობიროს ბევრი ამერიკელის წასვლა ინდოეთში ტურისტად, ხო? ის არის ოფიციალური ლობისტი და ის რეგისტრირდება როგორც ესე უცხოეთის გავლენის აგენტი. ან თქვა რა ვიცი მე ინგლისის მფრინავთა ასოციაცია, რომელსაც ინტერესი აქვს რომ ინგლისში ავიაცია განავითაროს და იქ რეგისტრირდება. არაერთი კავშირი ამ ტიპის NGO და განსაკუთრებით ადამიანის უფლებებზე მომუშავე NGO-ებთან, კულტურაზე მომუშავე NGO-ებთან და ასე შემდეგ არ აქვს. აი ესე რომ აქ ორი სიცრუეა ჩადებული უკვე. და ეხლა ძალიან სასაცილოა განმარტებითი ბარეთის წავიკითხე რა წერია განმარტებით ბარეთში პირდაპირ წერია აი ესეთი პატიოსნება მათგან არ მინახავს დიდი ხანია პირდაპირ წერია რომ ეს კანონი იმიტომ გახდა საჭირო რომ წინა კანონი არ შეასრულეს სამთავროებმა და ჯერ კიდევ არსებობენ აი ესეთი რაღაცა სიტყვით მე მგონი ვერ მომბ მაგრამ ეს არის თან ეს წერია განმარტებით ბარაჯი ეხლა უკვე მიზანი არის მოსპობა იმედია არ გამოვათ გასაგებია. ანუ ეხლა ამ კანონი უკვე ვილაპარაკეთ. კი. ეს კანონი უკვე მოქმედებს? არა, ეხლა იღებენ ამას. მოქმედებს წინა კანონი, რომელიც კარგად ვერ ამუშავეს. მაგრამ პარალელურად გააცოცხლეს ძალიან უცნაური რაღაცეები, მაგალითად საბოტაჟის კანონი, ისე რომ არც კი ვიცით რომელიმით მოგვადგებიან. ნუ უკანონოთაც ძალიან ბევრ ამის აკეთებენ ხა ჩვენ დიდი ხანია ვლაპარაკობ და არც კი გვიხსენებია ეს შემზარავი დარბევები აბსოლუტურად უკანონო დაპატიმრებები სინდისის პატიმრები და ჯარიმები ნუ ეს ჯარიმები ხო საერთოდ უკვე მარაზმია ხა ჩემ თანამშრომელს მოვიდა ფოტოც არის მისი საკალი დგას მობუზული სიცივეში ქუჩას რუსთაველზე და ახსნა იმ ჯარიმაში არის რომ შენ რომ რუსთაველზე იდექი შესაძლო იყო ალბათ იქაც გომაც მასე რა ქვია ტროტუარზე მაგრამ არ არის თქვა სხვა თუ არაფერი ის ფოტო მომეცი რომ ტროტუარი არ არის შევსებული და რატო დგას შუა ქუჩაზე ხო შევსებული იყო ტროტუარით შევსებული იყო ქუჩაც ანუ თითოეულ ამ ადამიანს ეხლა აბრალებენ გზის გადაკეტვას უკანონოდ მაგრამ ერთდროულად მისდის ძალიან ბევრს რამდენიმე შეიძლება გზა გადაკეტოს ამ დროს ყველა დგას იქ იმიტომ რომ გავსებულია
ეს კიდე ცალკე ამბავია, ხო? რატო გადავედი მაგ თემაზე? არა, ზუსტად ეს თემა და ეხლა ამ კანონის ამუშავების შემთხვევაში და პლუს ახლა რომ დავამატოთ უკვე მე ვთქვი რომ საბოტაჟიც და კიდე გააცოცხლეს სამშობლოს ღალატის მუხლი ხა იყო ეგ გარკვეული ხუმრობები რომ ისე რადროულად გააცოცხლეს იმიტომ რომ ზუსტად ეგ მიუდგებათ მათ ერთხელაც როცა გასამართლებიან აი ამერიკის შეერთებული შტატების ფონი ახლა პლუს ეს კანონი რომელიც გარკვეულწილად რაღაცა უკვე დამოკნეს מחვილივით არის ხო? ფონი კი ისეთი ფონი ცუდია. ფონი კი ძალიან ცუდია. თან ცოტა უფრო მეტიც ხდება ვიდრე რაღაცა ცვლილებები, თქვათ ადმინისტრაციაში, ან თქვათ იგივე USAID-ის, მე ვიტყოდი ძალიან ისე არაჰუმანურად დაკეტვა ერთ დღეში მოუვიდათ. ესეთი მარგინალური მიზეზების მოვიდა სამი თვით გაიყინოდა მე მოვიდა თუ დამთავრდა თქვენი სამსახურიო და ეს ადამიანები როგორც თქვით ზოგან წამალია მისატანი ზოგან დახმარება მისაწოდებელი ზოგან სხვა ტიპის საქმეა გასაკეთებელი ეს ძალიან ძიმე რამ იყო და დამძიმე იყო როგორც ჩაერია მასკი ამ ყველაფერში მასკი შეიძლება გენიოსია ტექნოლოგიებში, მაგრამ წარმოდგენა არა აქვს არც დახმარებაზე, არც სოფლიოს განვითარებაზე, არც არა. ეს იდეალიზმი არის. იდეალიზმი ხო გამორიცხულია, მაგრამ არ არის მარტო ეს, არის ის რომ საერთოდ იცვლება და ეხლა ჩვენ შეიძლება მოწმე ვიყოთ აი იმ სოფლიო წესრიგის პრინციპული ცვლილების, რომელიც ჩამოყალიბდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც ავად თუ კარგად რაღაცა იმას ინარჩუნებდა ბალანსს ხომ სოფლიოში. კი, აი ამის ფონზე იყო ეს აგრესიული ომებიც და ისიც, მაგრამ რაღაცა და იყო რაღაც გარკვეული წესრიგი. ნახა მე მახსოვს ჯერ კიდევ თქო ივან კრასევმა ბულგარელმა ინტელექტუალმა დაწერა მრავალი წლის წინ რომ პუტინის მიზანი თქვა მარტო საქართველოში შეჭრა ან მარტო უკრაინის ნაწილის დაკავება არ არის პუტინის მიზანი არის მსოფლიო წესრიგის შეცვლა. აი იმ წესრიგის შეცვლა, რომელიც ჩამოყალიბდა და მეტნაკლებად გაამართლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სამწუხაროდ დღეს ამერიკის ახალი ხელისუფლებაც პირდაპირ არის მოწინავე იმავე მითი მიდის. ხა მე მესმის რომ ბევრი რამე ძველდება, მართლა არის ახალი ტიპის სტრუქტურები, საჭირო ახალი ტიპის მართლობა ალბათ. მაგრამ ასე ერთ დღეში ამ არსებული წესრიგის მოწყობა და რაღაცა სრულად ახალში გადავარდნა და რას ხედავენ ძნელია. არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა, ეხა ბევრს კი ძალიან ქაოტურად ეჩვენება, თქვა ტრამპის საქმიანობა, მასკის საქმიანობა და ასე შემდეგ. მაგრამ ბევრი რამ გაწერილია ეგრეთ წოდებულ Project 25, პროექტი 25. ეს საიდუმლო და მასონური დოკუმენტი არ არის. დოკუმენტია, რომელზეც იმუშავეს პოლიტიკის დოკუმენტი, რასაც ქვია ხოლმე, იმუშავეს პოლიტიკის ინსტიტუტები, think tank-ებს რო ვეძახით, Heritage Foundation და სხვა ორგანიზაცია და ასევე თეორიები, მე მგონი თვითონ ტრამპის პარტიის ხალხმა. ძალიან სერიოზული დოკუმენტია, მე მთლიანად საკითხო ვერც მოახერხე, იმიტომ რომ ძალიან დიდია. არის რაღაცა მოკლე ვერსიებიც. იქ ბევრი რამ არის გაწერილი. რა უნდა გააკეთოს ამ ადმინისტრაციამ, როდის და როგორ. ეხლა არჩევნებამდე დემოკრატების ხოშის გამოქვეყნებული იყო უკვე. თავარი პრინციპები რა არის, შეიცვალა. აი, ისე იგი ერთი რომ სწორედ აი ამ ლიდერობის რაღაცნაირად ჩახსნა. აი უფრო იზოლაციონიზმისკენ როგორ უნდა დაპატარავდეს თავრობა ეხლა თქვა სადღაც იგულისხმება უბრალოდ წერე კიდევ მგონი USAID-ის შემცირება უბრალოდ არ ეწერა რომ ეს გაკეთდეს ერთ დღეში პრინციპული შემცირება მთავრობის ხარჯების გადასვლა უფრო ეს და საერთოდ რაღაცნაირი ცვლილება აი ტრანსაქციულ პრინციპებზე გადასვლა მართლა ამ საერთაშორისო ურთიერთობებში. ყველაზე ნაკლებად იქ საერთაშორისო ურთიერთობებია გაწერილი. არ ვიცი ეს შეიძლება კიდე სხვა დოკუმენტია. მაგრამ ის როდესაც დემოკრატები დებატების დროს ეკითხებოდნენ ტრამპს რომ აპირებ თუ არა ამითი ხელმძღვანელო, ის ამბობდა რომ არა, ეს ვიღაცებმა დაწერეს, ზოგი ჩემი ამხანაგიც არის, მაგრამ არ ვაპირებ.
ეხლა ვიღაცები უკვე ადარებენ ხა ეს ჯერ კიდევ თავისუფალი სამყაროა, ხო? და თითქმის 40%-ამდე იმ დოკუმენტიდან შესრულებულია, მაგრამ მე ახლა ამას საგანგებოდ ვაურო, ეს კონსპირაცია კი არა, დაწერილი დიდი დოკუმენტია, როგორც პოლიტიკის ინსტიტუტები იმუშავებენ ხოლმე. მაგრამ ბევრი ისეთი უცნაური რამ არის. მე ძალიან უსიამოვნოა ის, რომ რაც მუშაობს მის შეკეთებას ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები. ნუ ალბათ რაღაცნაირად აი ჩინეთის კონკურენციამაც რაღაცნაირად შეაშინა. მაგრამ აი საინტერესოა, როდესაც ვამბობთ, აი იგივე USAID-ის და დიდი ორგანიზაციების დახმარება ეს რბილი ძალაც იყო. ხა რა მოხდება? ჩინეთი დაიწყებს შესვლას ამ ქვეყნებში, მაგრამ ჩინეთი როცა შემოდის, ის არ გთხოვს, რომ მოდი დემოკრატიაც განავითარე. მოდი ადამიანის უფლებებს ანგარიში გავწიე, მოდი შრომის უფლებაც დაიცავი და ასე შემდეგ. ის შემოდის თან პირდაპირ დაუფარავად თავისი ფინანსური ინტერესით, როგორც აღმოჩნდა, მე ძალიან ბევრი ქვეყანა ვარდება ვალში. აფრიკის ქვეყნებია ჩავარდნილი უკვე სერიოზულ ვალში და აგრე მონტენეგროს ვალის დაფარვაც სჭირდებოდა ევროკავშირს, ხო? ისე რომ ჩინეთი სხვანაირად შემოდის და ჩინეთი ახლა დაიწყებს შევსებას აი ამ ლაკუნებისა, რომელსაც დატოვებს ამერიკის ხელისუფლება. ეს იქნება ძალიან ცუდი. და ჩინეთი და რუსეთი რა თქმა უნდა, ეხლა მე არ გამორიცხე რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ვთქვათ, საერთოდ ტრამპი პიროვნულადაც უფრო მიდრეკილია და ინტერესი მეტი აქვს ავტორიტარებისადმი, ძლიერი კაცებისადმი, ხო, სწორედ კაცებისადმი, ვიდრე დემოკრატიულად არჩეული ლიდერებისადმი, რომელიც შეიძლება თქვა საპარლამენტო კრიზისის შემდეგ 2 წელიწადში გადაიქცენ. და ნუ ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცა აშკარად იხრება. ნუ ხა ის რაც შემზარავი ვნახეთ არც მინდა იმის გახსენება ზელენსკის დამიმართებაში, მაგრამ ალბათ არ იყო შემთხვევითი, რომ პირველი დაიწყო კანადის პრემიერის კრიტიკით და ძალიან აბსურდული განზომილება. სამაგიეროდ რა ხდება ამის ფონზე? ევროპა იწყებს გაძლიერებას და მობილიზებას. ნახოთ, შეძლებს თუ არა ევროპა ისე მობილიზებას? მე ამის რომ ხო, ნუ ეს არ იქნება მარტო ევროკავშირი, ინგლისი, რომელიც რაღაცნაირად ისევ ლიდერის პოზიციებს იკავებს, იგივე კანადა, რომელიც მზად არის რომ ეს და ეს უკვე დიდი შეხვედრები რო ტარდება ახლა და მიხვდნენ რომ თქვა ამერიკისგან შეიძლება უახლოესი წლები აღარ უნდა დაელოდონ არც სერიოზულ ეკონომიკურ მხარდაჭერას, არც სერიოზულ სამხედრო დახმარებას. და უკვე აიღონ თავის თავზე. ახლა აი ამ ფონზე ხო, რაც შეგვეხება ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების მე იმედი მაქვს რომ ხო, სამოქალაქო იგი რაც დღევანდელი სიტუაციით არც ისეთი კარგია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იგივე ჩვენ პარტნიორებს ბევრს უცებ შეუწყდათ USAID-ის გრანტები ერთი მეორეზე კარგ პროექტებზე. იქნებოდა ეს სამართლებრივი დახმარება, იგივე არჩევნებზე დაკვირვება თუ სხვა. ამ ვინ შეავსებს აი ამას ვაკუუმს არ ვიცით. ეხლა ჩვენ როგორც ვთქვი, პატარა ფონდი ვართ. ევროკავშირი ეცდება, რა თქმა უნდა, გაზარდოს დახმარება, მაგრამ ნახოთ ეხლა რამდენად მალე მოხერხდება. მაინც ხო იცით, როცა ევროკავშირი ბევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ეს კონსენსუსი ბევრ ამას ანელებს. ხო და გარდა ამისა ხელისუფლება უკვე დაუფარავად გვებწვის. მაგრამ მე მაინც მგონია რომ ჩვენ ყოველდღე ჩვენ ვიბრძოლოთ ხელისუფლება რატომ დავმარცხოთ. აი როგორც თქვი, იმ მომენტიდან დაგვიწყო ძალიან ინტენსიური ბრძოლა, როცა მიხვდა რომ მას აღარ ჭირდებოდა არც დემოკრატიის კენსვა, არც ევროპის კენსვა და მას ჭირდებოდა რუსული ან ბელარუსული ტიპის, აშკარაა უკვე ბელარუსული ტიპის ავტორიტარული ქვეყანა, სადაც იმედი აქვს რომ მუდმივად შეინარჩუნებენ ხელისუფლებას ან ყოველ შემთხვევაში მრავალი წელი და ნუ ფაქტიურად საკუთარი რაღაც ისეკნებათ ფეოდალური მამული. ნუ სამწუხაროდ ლუკაშენკოს ძალიან დიდი ხანი გაუმართლა, ხო? დიახ, 90 არავის არ ეგონა. ხო და ხო ყველაზე დიდხნიანი ის რა ქვია დიქტატორი ეგ არის. მაგრამ მე მინდა ვუთხრა ჩვენ ხელისუფლებას რომ ის უფრო ჭკვიანია. ის უფრო ჭკვიანია და ეშმაკი. ჩვენი პარლამენტის თუ პრემიერ-მინისტრი წავიდა მეგონი თურქმენეთში. ხო. ნუ ეხა რასაც აკეთებენ დავინახეთ უკვე რომ უკვე აღარ მალავენ ის გადაწიეს ეს პრიორიტეტები და ღიად გვიჩვენებენ ნუ ეხა თავისთავად თქვა ირანში ჩასვლა და იქ ამ საოცრებების მოსმენა და ამბობენ რომ ირანში რაღაც სხვა საქმეებიც ჰქონდათ. კიდე მათთვის. მოდი იქეთი ვიქონიოთ.
იმედიც გვაქვს და რა თქმა უნდა ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და ნახოთ აბა როგორ გაგრძელდება. ხო, ერთი რამე მინდა გითხრათ, ჩვენ მივეჩვიეთ რომ მართლა ვამბობთ რომ აი ახლა ამ სოროსის ფონდსაც უერჩიან სამოქალაქო საზოგადოების სპეციფიკას ვერ იგებენ, მაგრამ მე ძალიან გამიხარდა ბოლო კვლევა ნახე იაგო კაჭკაჭიშვილის ინსტიტუტია, სოციალურ კვლევათა ინსტიტუტი, ხო? იქ გაზრდილია კეთილგანწყობა არა საერთოდ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი და ეს არის ძალიან საინტერესო ჩემთვის, იმიტომ რომ იმ ფონზე როგორი თავდასხმაც მოდის ხელისუფლებისგან და იმ ფონზე როგორც ყველაფერს გვაბრალებენ თან ბოდვა რო ახსენეთ, ხო გიანოდია ახსენა, რომ ეს რეჟიმი არის ბოდვოკრატია და მომეწონა. მართლა ბოდვოკრატია, ხო, რაღაც გლობალური ომის პარტია და deep state რომელსაც ახსნიან შეგნებულად, ნუ მაგის დრო აღარა გვაქვს ალბათ მაგის ახსნის. არა, ჩვენ ხო ისე მოვისმენთ, მამაკაცის რძეს წველი. ხო, და ნუ ეს მარაზმები, ხო? მაგრამ გაცილებით ნაკლებად იმუშავა მთელ ამ პროპაგანდამ, ვიდრე მაგათ ეგონათ. და ვიდრე ჩვენც ცოტა არ იყოს გვეშინოდა რომ იმუშავდა. არ იმუშავა ისე კარგად. და ამ კოლევით სხვა ჩვენს ხარდაჭერა პირველ გამოკითხვაზე აქვს 25%. მაგრამ რამაც ალბათ თბილისში 16 აქვს. რამაც ალბათ უფრო იმუშავა თავისთავად ცხადია შეიძლება აი ამ ბოდვები. ომის შიშმა. ან ომი გინდათ აი ამ შიშმა და ომის შიშმა იმუშავა, ყველას ესმოდა რომ ამ ომს თუ დაიწყებს კი არ დაიწყებს გლობალური ომის პარტია რომელიც არც ერთხელ არ განმარტეს, ნუ რუსეთი. ომის შიშმა იმუშავა. მე კი არაფერს არ სამოქალაქო საზოგადოებამ რატო არ იმუშავა რომ ეს შიში იყო ყველაზე რთული თემა, იმიტომ რომ ხო არ მოიტყუები რომ არავინ არ დაგვიწყებს ომს, იმიტომ რომ რუსეთი აქ არის, რუსეთი როდის რას გააკეთებს, მაგრამ მე სხვა რამე მინდა თქვა, ესე იგი ამ ომის შიშით საზოგადოება გადაწყვეტეს და გადაღალეს და რეალურად ომი გამოუცხადეს თავის საზოგადოებას. დღეს ისინი ებრძვიან საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდებს, საქართველოს ხელოვანებს, მწერლებს, მუსიკოსებს, ვის მოაზროვნეებს. ომი ფაქტიურად საკუთარ საზოგადოებას გამოუცხადეს. და გაამზადეს საკუთარი თავი მსხვერპლად. მე მგონი რა ვიცი, ნახეთ. ვიცი, მე კი, მაგრამ ძალიან შინაარსიანა და ინფორმაციულად. დიდი მადლობა კეთი. ვადლობთ. დიდი მადლობა კეთის სტუმრობისთვის. ეს გახდათ კეთი ხუციშვილი, მე ირაკლი მეფარიშვილი. ეს გახდათ გადაცემა პროექტი ვერიტას. გემშვიდობებით მეგობრებო. ნახვამდის.